ირანი პანიკაში ვარდება მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი ლიდერი მოკლეს მოვლენათა ჯაჭვში, რომელმაც ისლამური რევოლუციური გვარდია ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე გამოავლინა. მუჰამად აკბარზადე, ისლამური რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების პოლიტიკური მოადგილე და რეჟიმის საზღვაო სტრუქტურის პრესპიკერი. ის გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მანქანა, რომელშიც იმყოფებოდა, გადაბრუნდა ქერმანის პროვინციაში, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რეჟიმთან დაკავშირებული მედიისა და საერთაშორისო გაშუქების მიხედვით, რომლებმაც ეს შემთხვევა გააშუქეს. ოფიციალური ვერსია საუბრობს საგზაო შემთხვევაზე, გადაუდებელ დახმარებაზე, სამედიცინო ცენტრში გადაყვანაზე და გარდაცვალებაზე, რომელიც მიღებული მძიმე დაზიანებებით იყო გამოწვეული. მაგრამ ამ სიკვდილის მომენტმა პოლიტიკური ჭრილობა გახსნა, რომლის დამალვაც რთულია. აკბარზადე იყო ირანული ზეწოლის საჯარო ხმა ჰორმუზის სრუტეში. ის ევროკავშირის მიერ 8 ივნისს იყო სანქცირებული და თეირანის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ გამოყენებული ძალის რიტორიკის ცენტრში ჩანდა. ამასობაში საზღვარგარეთ მონტენეგროს პოლიციამ პირდაპირ FBI-ის მხარდაჭერით დააკავა ამირ ბარატი, რომელიც ციბერნეტიკული ოპერატორად ითვლება და დაკავშირებულია ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან და აშშ-ს მიერ იძებნება უნივერსიტეტებზე თავდასხმების გამო. ირანში რეპრესიებისა და დაპირისპირების ახალი ცნობები სენსიტიურ რეგიონებში აჩვენებს, რომ რეჟიმი უნდობლობით, შიშითა და დაღლილობით არის გარშემორტყმული. რატომ ვერ გააქრო? ოთოროევის ვერსიამ უბედური შემთხვევის შესახებ ეჭვება. როგორ აპირებს თეირანი ძალის გამოყენებას? მიუხედავად იმისა, რომ კარგავს მნიშვნელოვან სახელებს, ახლა ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ჰაკერები და შიდა კონტროლი. მუჰამად აკბარზადე დაიღუპა კერმანის პროვინციაში, რომელიც ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სტრატეგიულ რეგიონს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც მისი მანქანა გადაბრუნდა, ფარსის სააგენტოს მიხედვით, რომელიც ისლამური რევოლუციური გვარდიის მხარდამჭერია. საერთაშორისო გაშუქებაც მიუთითებს, რომ პოლიციელები და ფარსის სააგენტოს მიხედვით, რომელიც ისლამური რევოლუციური გვარდიის მხარდამჭერია. საგანგებო სამსახურები გამოიძახეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ხელისუფლებამ შემთხვევის გარემოებებზე გამოძიება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია ცდილობს საქმე დახუროს. როგორც ტრაგედია ოთოროევში, მაგრამ გვარდიის საზღვაო ძალების პოლიტიკური ფიგურის სიკვდილი არ ავიქმება ჩვეულებრივ ამბად, რადგან აკბარზადე არ იყო შეუმჩნეველი ოფიცერი. ის საუბრობდა რეჟიმის საზღვაო ძალების სახელით ჰორმუზის სრუტეში პირდაპირი დაპირისპირების დროს. ევროკავშირმა აკბარზადეს სანქციების სიაში 8 ივნისს შეიყვანა. განაცხადეს, რომ ის იყო გვარდიის საზღვაო ძალების პოლიტიკური საკითხების მოადგილე და ორგანიზაციის პრესპიკერად მუშაობდა. ევროპის კავშირის საბჭომ ბრალი დასდო გვარდიის საზღვაო ძალებს, რომ ისინი ემუქრებიან, ავიწროებენ და ესხმიან თავს სავაჭრო გემებს. ასევე ცდილობენ დააწესონ გადასახადები და გააკონტროლონ საზღვაო მიმოსვლა რეგიონში. ფაქტობრივად, აკბარზადე იყო ერთ-ერთი მთავარი სახე ირანული დაშინებისა იმ გემების მიმართ, რომლებიც გადიან გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე მბრძნობიარე მარშრუტზე. სიკვდილიც მძიმეა, რადგან აკბარზადე საჯაროდ უჭერდა მხარს ნარატივს, რომ გვარდია იყო ავტორიტეტული. სიკვდილიც მძიმეა, რადგან აკბარზადე საჯაროდ ამყარებდა ნარატივს, რომ დასავლეთი იყო კუთხეში მიმწყდეული. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის უფროსი კომანდირი აცხადებს, რომ იმივას ჰეგემონია დაღმასვლაშია და ვაშინგტონი ახლა თხოვნით მიმართავს თეირანს, რომ შეთანხმდნენ ომის დასრულებაზე. კონტრაადმირალი მუჰამად აკბარზადე, IRGC-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მოადგილე, ამ კომენტარით გამოვიდა ირანელი ხალხის შეკრებაზე, რომელიც ისლამური რეჟიმის მხარდაჭერას გამოხატავდა. მან განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნები და სხვა მსოფლიო ძალები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-ს აღარ შეუძლია თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აკბარზადემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება არასწორი გათვლა ჰეზბოლას ლიდერების მხრიდან, რომ ისინი უფრო მეტად შეძლებენ თავიანთი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რომლებიც ფიქრობენ, რომ ირანის შეკავება შესაძლებელია სამხედრო გზებით, სანქციებით ან აჯანყებით. მეთაურმა დაამატა, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვამ და ვაშინგტონის უუნარობამ მისი ხელახლა გახსნის მიმართ მსოფლიოს ირანის ძალა დაუმტკიცა. აკბარზადემ განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან და ნებისმიერ შესაძლო თავდასხმაზე ქვეყანაზე კიდევ უფრო ძლიერ პასუხს გასცემენ. მაისში მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თეირანთან შეთანხმებას ემუდარებოდა საწვავის ფასის ზრდის გამო. რეგიონალური არასტაბილურობის გამო. ავტორვეივი ჩვენთვის მოხდა, ავტორვეივი ერთი იყო, ავტორვეივი.
ქვესათაური, ავტორვეიუი, ქვესათაური, ავტორვეიუი, ქვესათაური, ავტორვეიუი, ქვესათაური, 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 ავტორვეიუი. არჩილის. თუ ამერიკელებმა მართლაც რამე გააკეთეს, ეს ზუსტად მოქმედება არ იყო, არამედ რეაქცია. ეს უბრალოდ რეაქცია იყო. არასოდეს არც ერთი წამით არ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად. ჩვენ არ დავიხევთ უკან შეერთებული შტატების წინაშე. ეხლა იგივე ოფიცერი, რომელიც ძალის იმით სხიდდა, ოფიციალურად უბედურ შემთხვევად მიჩნეულ საქმეში გარდაცვლილი გამოჩნდა. რეჟიმისთვის ეს კომუნიკაციის პრობლემას ქმნის. თუ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო, კითხვა ისმის, რატომ იყო ასეთი თვალსაჩინო ფიგურა დაუცველი? თუ აქ მეტი რამ იმალება, თეირანს გაუჭირდება ამის აღიარება ისე, რომ საკუთარი მეთაურების დაცვაში უუნაროდ არ გამოჩნდეს. მეორე დარტყმა ირანის ტერიტორიიდან შორს განხორციელდა. კოტორში, მონტენეგროს სანაპირო ქალაქში, ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა ამირ ბარატი, 29 წლის, რომელიც ირანისა და თურქეთის მოქალაქეა. ოპერაცია FBI-სთან თანამშრომლობით ჩატარდა. ის ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ იძებნებოდა კომპიუტერული თაღლითობის, კიბერშეტევის და იდენტობის ქურდობის შეთქმულების ბრალდებით. ხელისუფლების განცხადებით, რომელთაც Reuters-ი და Associated Press-ი ციტირებენ, თავდასხმები დაიწყო. ისინი 2013 წელს დაიწყო. მიზანში ამოიღეს ამერიკის შეერთებული შტატების 150-ზე მეტი უნივერსიტეტი და სავარაუდოდ დაახლოებით 3.4 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვიეს. მონტენეგროს სანაპირო ქალაქი. მონტენეგროს სანაპიროზე პოლიციამ დააკავა ირანელი პიროვნება, რომელიც იდენტობის ქურდობაში იყო ეჭვმიტანი. ბარატის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება კიდევ უფრო აძლიერებს ისლამური რევოლუციური გვარდიის დისკრედიტაციას, რადგან მოპარული მონაცემები და გატეხილი უნივერსიტეტის ანგარიშები სავარაუდოდ თავად გვარდიის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული. ეხლა საქმე გადაეცემა სასამართლო განხილვას პოდგორიცაში, მონტენეგროს დედაქალაქში, ექსტრადიციის პროცესის პარგლებში. ირანის კიბერომი სამუდამოდ ვერ დაიმალება უნივერსიტეტების, ფიქტიური კომპანიებისა თუ ევროპაში გაფანტული აგენტების უკან. რეჟიმი, რომელიც გემებს ემუქრება, ასევე ცდილობს იმოქმედოს კლავიატურებით, პაროლებითა ბითა და ჩუმი შეღწევებით. მონტენეგროში დაპატიმრება კვლავ აჩვენებს ცვლილებას ევროპულ გარემოში. ოპერაცია არ ჩატარებულა დიდ დედაქალაქში, არამედ სანაპირო ქალაქში, სადაც შეერთებული შტატების მიერ ძებნილი ეჭვმიტანილი საბოლოოდ იქნა აღმოჩენილი და დაკავებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მტრულ რეჟიმებთან დაკავშირებული აგენტები ხშირად იყენებენ ქსელებს, საერთაშორისო ტრანზიტს და ორმაგ მოქალაქეობას, რათა ნაკლები ყურადღებით გადაადგილდნენ. FBI-სთან ერთობლივი მოქმედება აჩვენებს, რომ უსაფრთხოების თანამშრომლობა ამკაცრებს წრეს ისლამური რევოლუციური გვარდიისთან დაკავშირებულ ოპერატორებზე. თეირანისთვის ასეთი თითოეული დაკავება პოლიტიკურ ეფექტს იძლევა, რადგან აჩვენებს, რომ რეჟიმის გარე სტრუქტურა შეიძლება იყოს თვალთვალის, ლოკალიზაციის და სამართლის წინაშე პასუხისგებაში მიცემის ობიექტი. ირანის შიგნით ყურადღება ასევე ჩანს ბასიჯის მილიციის ქცევაში. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ამირ მოჰამედ ქაზემი 19 წლის ახალდაზრდა ჯარისკაცი ნეგარის ქალაქიდან ბათსილის რაიონში კერმანის პროვინციაში მოკლეს მუსიკის ხმაურთან დაკავშირებული შეჩერების შემდეგ ისლამურითვის მუხარამის პერიოდში. რენგალის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბასიჯის წევრები მონაწილეობდნენ ამ ქმედებაში. ამ შემთხვევამ ადგილობრივი აღშფოთება გამოიწვია, რადგან აჩვენებს თუ როგორ აგრძელებს ყოველდღიური რეპრესიები მოსახლეობის ჩახშობას ჩვეულებრივი ცხოვრების უბრალო დეტალებშიც კი. ნახონდი. ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა არის? ეს არის რეჟიმი, რომელიც ქუჩებში შიშს იყენებს. ირანის დასავლეთში კიდევ ერთი ზეწოლის კერა გამოჩნდა პავეში, კერმანშაჰის პროვინციაში. რენგალის ცნობებით ისლამური რევოლუციური გვარდიის 2 წევრი მოკლეს და კიდევ 2 დაიჭრა 29 ივნისის ღამეს მირაბადის უბანში თავდასხმის შედეგად.
ჯერუსალემ პოსტის გაშუქებამ ასევე მოიყვანა ტასნიმის სააგენტოს ინფორმაცია, რომელიც გვარდიას უკავშირდება და იუწყება, რომ ძალის 2 წევრი მოკვდა და 2 დაიჭრა შეიარაღებულ თავდასხმაში. ანუ თვითონ რეჟიმთან დაახლოებული წყაროებიც კი აღიარებენ დანაკარგებს ადგილზე. ისლამური რევოლუციური გვარდია მხოლოდ გარემტრებს არ ებრძვის. ის ასევე ებრძვის შიდა ჭრილობებს, რომლებიც წლების რეპრესიებმა გამოიწვია. ფაქტების ერთობლიობა თეირანისთვის რთულ ვითარებას ქმნის. გვარდიის საზღვაო ძალების ოფიცერი იღუპება გარემოებებში, რომლებიც ოფიციალურად უბედურ შემთხვევად არის კლასიფიცირებული. ციბერნეტიკული ოპერატორი, რომელიც გვარდიასთან კავშირშია მიჩნეული, მონტენეგროში დააკავეს მილიარდიანი ბრალდებებით შეერთებულ შტატებში. გვარდიის წევრები არიან სამიზნეები პავეში. პავე. აბაზიჯი ფიგურირებს ახალდაზრდა კაცის მკვლელობის საქმეში კერმანში. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა რეჟიმი ცდილობს შეინარჩუნოს იმიჯი ძალაუფლებისა, რომელიც ემუქრება ჰორმუზის სრუტეს, უგულებელყოფს სანქციებს და ის ელაპარაკობს თითქოს რეგიონს აკონტროლებს. პრობლემა ირანისთვის ისაა, რომ პროპაგანდა დიდხანს ვერ ფარავს რეალობას. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.